პარლამენტში ფასების კომისიის ფარგლებში სურსათის წარმოება რეალიზაციასთან დაკავშირებული ბიზნესთან შეხვედრები დასრულდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ბერკეტებს მიმართავს სახელმწიფო სურსათზე ფასების შესამცირებლად ან როდის მოხდება საერთაშორისო კომპანიის მიერ FMCG ბაზრის შესწავლა და რამდენად იქნება რეალურად შესაძლებელი სურსათის გაიაფება. თუმცა ვიდრე რეკომენდაციებს და ბაზარზე თამაშის ახალ წესებს ვიხილავთ, სარესტორნე ბიზნეს მენიუში ფასების კორექტირება უწევს. რის ხარჯზე უწევთ ბიზნეს ფასების ზრდა და სათხე ისინი გამოსავალს, ანუკა ჯუხაძე მუშაობს ამ თემაზე და შეფასებებს ჩვენს გაგვიზიარებს ანუკა გისმენთ. ნინო, პარლამენტში შექმნილ კომისიაზე, რომელიც საქართველოში სურსათის ფასებს სწავლობს, იმ მომიჯნავე სექტორების აზრი არ მოусმენიათ, რომლებიც პროდუქციაში სურსათს ნედლეულის სახით იყენებენ. ასეთია მაგალითად სარესტორნე ბიზნესი, სადაც ნედლეულის გაძვირების პარალელურად მენიუში გაწერილი ფასების დაკორექტირება უწევთ. კორექცია კი ძირითადად ზრდის მიმართულებითაა. რესტორან ბარბარესთან გენერალური მენეჯერი გვიხსნის, რომ კერძების ფასებზე რამდენიმე ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს, მათ შორისაა იმპორტირებულ პროდუქციაზე დამოკიდებულება, რადგან ადგილობრივი წარმოება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. იმპორტირებული ნედლეული კი საბოლოო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამას მისი შეფასებით ემატება თანამშრომლებისთვის ანაზღაურების ზრდა და მზარდი კომუნალური გადასახადები. გასტრონომიული პროდუქტები, რასაც ჩვენ ვიყენებთ და ზოგადად საქართველოში პროდუქტები, რაც არის უმეტესობა არის იმპორტული. როდესაც ვართ იმპორტულ პროდუქტებზე დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ ფასთა სხვაობას იძლევა. ძალიან კარგი იქნება, რომ მაქსიმალურად ადგილზე ვიწარმოოს ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი, როდესაც სხვა ვალუტაში შემოდის და მე ჩვენ გვიწევს ამის შესყიდვა. იმიტომ ახოლმე რომ ხანდახან არის ხოლმე შედარება, რომ აი ჩვენთან გასტრონომიული სიამოვნების მიღება შეიძლება იგივე რაღაცა ფასში ავიდეს, როგორც შეიძლება ეს ევროპის სხვადასხვა რაღაცა სხვაობა წარმოვიდგინოს. იყო პრობლემა და დღესაც და მომავალშიც იქნება, სანამ ეს არ დარეგულირდება. და რა თქმა უნდა, ამასთან ეს არის უშუალოდ ხელფასების ზრდა, საკმაოდ გაძვირებულია კომუნალური გადასახადები, რაც ასევე ძალიან მტკივნეული საკითხია ჩვენთვის ბიზნესისთვის. გაძვირებულ ნედლეულზე საუბრობს რესტორან ელენესთან დამფუძნებელი ელენე ჩომახიძეც. მისი თქმით, რესტორანი ორი თვე გაიხსნა და მთავარი სირთულე კომუნალურ გადასახადებთან ერთად პროდუქციის გაძვირებაა. მისი შეფასებით, რესტორნებისთვის ძალიან რთულია მენიუში ფასების ხშირი კორექტირება და მომხმარებლებისთვის კერძების გაძვირება, მაგრამ არსებული ფაქტორების გათვალისწინებით ხშირად მათ სხვა გზა არ აქვთ. ძალიან პრიმიტიული მაგალითია კიტრი პომიდორის სალათი რა არის, ხო, აი ძალიან მარტივი კერძია, რომელიც თითქმის ყველა რესტორანში, სადაც არ უნდა შეხვიდეთ ქართულ სამზარეულოს, ვინც გთავაზობთ, ყველასთან არის. ეს ისეთი კერძია, რომელიც აი ძირითად კერძშიც არ გადის და შესაბამისად ვერ დაადებ ძალიან მაღალ ფასს, ხო ასეა. ეს ორი ბოსტნეული, თუნდაც მარტო ამ მაგალითზე რო ვისაუბროთ, იმდენად გაძვირებულია იმ ქვეყანაში, რომლისთვისაც ამ ორი ბოსტნეულის წარმოება არაფერთან არ უნდა იყოს, არანაირ სირთულესთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და იმდენად ჩვენ რესტორნის ბეპატრონებს ხო თუნდაც გვიწევს რომ ეს პროდუქცია შევიძინოთ იმპორტული და შესაბამისად იმდენად გაზრდილ ფასად რომ უბრალოდ მე ვფიქრობ რომ აზრიც არ აქვს რომ ამ კერძს საერთოდ ადგილი ჰქონდეს ჩვენ მენიუში. თან არ მინდა რომ გავზარდო პროდუქციის ფასი, საბოლოოდ კერძის ფასი, იმიტომ რომ ამასაც მომხმარებლის პერსპექტივიდან ვუყურებ. აი ძალიან რთულია მოკლედ ლავირება. რესტორნებში რომ მომხმარებლების დანახარჯები მზარდი, ამას ადასტურებს TBC კაპიტალის ბოლო კვლევაც. მათი ინფორმაციით 2026 წლის თებერვალში TBC ბანკის არხებით რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურ ჯილში 34%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის მოცულობა კი 36 ლარს გაუტოლდა. რა შემთხვევაში შეიძლება რესტორნებში ფასები შემცირდეს? შეფასებებს ჩვენ შემაჯამებელ გამოშვებაში მოისმენთ. მადლობა ანუკა, რა აძვირებს რესტორნების მენიუს, ანუკა ჯოხაძე საუბრობდა.